ხორცსა. მოწყალე ღმერთო, წმინდა და მართალი ხარ, მარადის მოყვარული ღმერთი ხარ. აღმართული ცათა მაღალ ადგილას, როგორც ყოვლის თავის შობილი. ღვთისძე, მომხიბლელ ღირებულებას. შენ ხარ სამყარო, რომელიც ღმერთთან ერთად მოქმედებს. თავად, ის დასაწყისიდან. და ეს არის თავად ღმერთი. სიცოცხლის უძველესი და ღრმა სიბრძნე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გადმოცემულია. ჩვენ წმინდები ვართ, გამოაცხადე, რომ შენ ხარ მეფეთა მეფე, ღვთისძე. ია ჯვარზე. უფალო, შენ ხსნი ცოდვას, მოხსენი ცოდვა და სიკვდილი მარადისობისათვის. ძვირფასი სიკვდილი, ღვთის ტახტზე, ჯვრიდან ჯოჯოხეთამდე და გახადე მარადიული. შენ ზეცისკენ ამაღლდი. განსაკუთრებული აღმატებულობა. და შენ მეფობ, დიდ ძალასა და სიმაღლეში, როგორც დიდებული და ძლიერი ღმერთი. დიდება, უფალი იესოს ყოველი, დიდების ღმერთს ამაღლებულ. მარადის, მეტი, ტახტზე, ის მეშვეობით, ღრმამ ძალაუფლებით, მადლითა და სილამაზით, სამუდამოდ და მარად. შენ ხარ აღმდგარი მეფე და მალე მოსასვლელი მეფე. შენ ხარ ღვთის დიდება, ღვთის მამა, მარადიული მეფე ხარ. მარად მეფო, მარადისობა. ცხოვრების პური. შენ არსებობდი ჩემამდე. ო საგნებო, ო ღმერთო, მადლისა. და შენში მთლიანობაა დაჭერილი, ყველაფერში. დიახ, ნამდვილად ასეა. შენ მიერ ყოველივე შეიქმნა, ყოველივე. შენ შემოგვიყვანე უწმიდეს ადგილას. გახადე ჩვენ შენი დიდება, შენი დიდება. უფალო, შენ ხარ შენი წყალობა და სიწმინდე. ჩვენშია, გაგვხადე შენი აღდგომის მფლობელებად. ჯვრიდან ჯოჯოხეთამდე იარე და გააკეთე. ჯვრიდან ჯოჯოხეთამდე იარე და გააკეთე. შენ ამაღლდი, ზეცად აღზევდი. და შენ მეფობ მარადიულად. დიდ ძალასა და ძლიერებაში, როგორც ღმერთი. შენ ხარ დიდების მეფე, მარად. შენთან ერთად ჩვენ ვდგავართ ჭეშმარიტების ტახტზე. ჩვენ ვპრო მადლსა და სილამაზეს მარადის და მარადის. ო დიახ, შენ ხარ მეფე, რომელიც აღდგა. მალე მოხვალ და ყველას მეფედ დაგადგენ. მამა ღმერთის დიდება მას. მარადისობის მეფე და ბატონო.
შენ მარად მეფობ. ო, დიდება. ყოველი პატივი და პატივისცემა. რომელიც იყო და რომელიც უნდა მოვიდეს. შენი მეუფება საუკუნოდ არის. წმინდა, წმინდა, უწმინდესი. გაბრწყინდეს უმეტესად. შენი სიბრძნე მარადიულია. დიდებული ქრისტე, ღმერთი ყველასთვის. შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. შენ ხარ აღმდგარი მეფე, უფალო იესო ქრისტე. მეფე, შენ ხარ მამა ღმერთის დიდება, ღმერთის დიდება. ჩემს თვალში, მარადიული მეფე. შენ სამუდამოდ მეფობ, შენ სამუდამოდ მეფობ. მეფის ძალა და დიდების ნიშანია. მარადიული მეფე. შენ სამუდამოდ მეფობ. შენი მშვიდობიანი მმართველობის ზრდას არ ექნება დასასრული. მარადისობის მეფე. შენ სამუდამოდ მეფობ. სამუდამოდ. მარადის. მეტი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მარადიულ სიცოცხლეზე. განსაკუთრებით, როცა იესოს სიტყვებს ვკითხულობთ. მაგალითად, ყველაზე ცნობილი მუხლი მთელ მსოფლიოში ეკლესიებში. იოანეს 3:16. ღმერთმა ისე შეიყვარა სამყარო, რომ მისმა მხოლოდ შობილმა ძემ თავი გასწირა, რათა ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს მარადიული სიცოცხლე. სწორია. მაშ, რა არის მარადიული სიცოცხლე? ეს ნიშნავს სამუდამო სიცოცხლეს. მაშ, არსებობს განსხვავება? მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ ეს სემანტიკას ეხება, ამაში მეტი რამაა. მარადიული სიცოცხლე დასაწყისით. რადგან სამარტო არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. მაგრამ ის მარადიულ სიცოცხლეზე საუბრობს. რადგან როდესაც თქვენ ქრისტეში ხსნას იღებთ, თქვენ იწყებთ უკვდავ ცხოვრებას. ამიტომ მას ეწოდება უკვდავი ცხოვრება. ეს იგივე უკვდავი ცხოვრებაა, მაგრამ დასაწყისით. ანგელოზებსაც აქვთ უკვდავი ცხოვრება, რადგან მათ აქვთ მარადისობა დასაწყისიდან, მაგრამ ღმერთს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ხვდები? ასე რომ არ დაიბნეთ, როცა მარადიულ სიცოცხლეს ხედავთ. ეს იგივეა იმ განსხვავებით, რომ ერთს აქვს დასაწყისი. გესმით? კარგი. მაგრამ აქ როცა ვამბობთ მარადიულ სიცოცხლეს. რა არის მარადიული სიცოცხლის მნიშვნელობა? მარადიული სიცოცხლე მხოლოდ ამას არ ეხება. სიგრძე. ან დროის. ის ფოკუსირება. ეს არ ეხება. მას არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. ეს იმაზე მეტია. სინამდვილეში ეს ცხოვრების ხარისხის აღწერაა. ის მიანიშნებს მარადიულობის უკვდავ სიცოცხლეზე, როგორც იტყვი ადამიანის სიცოცხლე. კარგი, და შენ ამბობ მარადიულ სიცოცხლეს. მარადიული სიცოცხლე არის მარადიული სიცოცხლე. მხედავ. ამიტომ ეწოდება მას მარადიული სიცოცხლე. ეს არის მარადიული სიცოცხლე. მაშ, რა არის?
მარადიული სიცოცხლე. მე ამას ძალიან მარტივად და გასაგებად აგიხსნით. უკვდავება. ეს არის ღვთაების ორგანული იდა ეგზისტენციალური მახასიათებლები, რომლებიც არსებობს. გავიმეორებ. მარადიული სიცოცხლე არის ღვთაების ორგანული და ეგზისტენციალური ატრიბუტები. რას ნიშნავს? ორგანული, რადგან ეს დაკავშირებულია ცოცხალი არსება, ცოცხალი არსების თვისებები. მარადილ სიცოცხლეს აქვს ცოცხალი არსების მახასიათებლები. სწორედ ამიტომ ამ ქვეყნიური კერპები, ღმერთები ხალხის, არ აქვთ მარადიული სიცოცხლე, რადგან არ აქვთ ცოცხალი არსებების ნიშნები. იმ კერპს აქვს ცხვირი, რომელიც ვერ ყნოსავს. აქვს თვალები, რომლებიც ვერ ხედავენ. ფეხები, რომლებიც არ მოძრაობენ. კერპი უნდა ატარო ადგილიდან ადგილზე. ეს ღმერთია. ზოგი მას ღმერთს ეძახის, რადგან არ ესმით. თუმცა ჩვენი ღმერთი აქვს ცოცხალი არსების თვისებები. მან ეს დაამტკიცა იესო ქრისტეს მეშვეობით. როდესაც იესო მოვიდა, მან გამოავლინა ყველა ცოცხალი არსების თვისება. ორგანული ის მახასიათებლები. ხედავთ, რომ ნათელი იყო. იესო ქრისტე ცოცხალი იყო. არა. და ის თავად ღმერთია. ბიბლია აცხადებს, რომ იგი არის ღვთისძე. ღვთისძე ნიშნავს ღმერთს, რომელიც ადამიანად იქცა ხორცში. ეს არის იესო, ღმერთი კაცის ხორცში. მან ჩვენი ღმერთი გამოავლინა, ვინ არის ის. მინასე, რომ მარადიული სიცოცხლე არის როგორც ორგანული, ასევე ეგზისტენციალური. გესმის, რაც ვთქვი? მიაწერს ღვთაებრივს. ეგზისტენციალური. ანუ რასაც ის ნამდვილად განიცდის. ცხოვრება. მან იცის. ცნობიერებაში არის მისი გამოცდილება. ეგზისტენციალური. მას შეუძლია განცდა. სიცოცხლე. კვლავ მან ეს დაამტკიცა იესო ქრისტეში. იესომ განცადა სამყარო. მან ადამიანის ბუნება პირადად განიცადა. მან გაგვიცნო ჩვენ ის ერების ღმერთების, ამ ქვეყნიურ ღმერთებს. ასეთი გამოცდილება არ აქვთ. შენ შეეხები მათ, მაგრამ ისინი ვერ გეხებიან. საკრფიზოებს სწირავენ და მათ წინდებენ. თუმცა ისინი საკრფიზოებს შეხებასაც არ ცდილობენ. ამიტომ ბიბლია გვეუბნება, რომ ეს მსხვერპლები ეშმაკებს ეწირება, არა ღმერთს. რადგან იმ კერპებს არაფერი იციან, რადგან მათ არ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება. ჩვენი ღმერთი ცხოვრების გამოცდილება აქვს. ამიტომ მარადიული სიცოცხლე. ეს არის ორგანული ბუნებით და ღვთაების არსებობის ატრიბუტები, რომლებიც ეგზისტენციურია. და არსებობს მხოლოდ ერთი და ერთადერთი ღვთაება.
ამ მომენტისთვის ვინც ეს დაამტკიცა. მან ეს იესო ქრისტეში დაამტკიცა. ხედავ. იოანეს პირველი წიგნი, თავი პირველი. წავიკითხოთ პირველი 3 მუხლი. ყურადღებით მოისმინეთ. რაც იყო დასაწყისიდან, რაც გვსმენია, რაც ვიხილეთ, რასაც შევხედეთ და რასაც ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვის. ნაკლის გამო. ის გამოჩნდა. მე გითხარით. ო ვაუ, მართლა ვაუ. სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ იგი. და ვმოწმობთ. და გაუცხადოთ თქვენი მარადიული სიცოცხლე, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა. იცით, რას გვეუბნება იოანე აქ? იოანე ზუსტად იმ ამბავს გვიყვება, რომელიც მან მოგვითხრა იოანეს სახარების პირველ თავში. და მე ყოველთვის მსურს, რომ ღვთის ხალხმა იცოდეს, რომ იოანეს სახარების პირველი თავი აქ განმარტებულია. კიდევ ერთხელ შეხედეთ მას. გადახედეთ ამ მუხლს, რადგან სწორედ აქ დაიწყო ცხოვრება. და ჩვენ აქ განვმარტეთ, კიდევ ერთხელ შეხედეთ. შეხედეთ იმ მუხლს, რადგან სიცოცხლე გამოჩნდა. ჩვენ ვნახეთ. ამბობს, რომ ვნახეთ. შესანიშნავია. და მოწმობდეთ. და გაჩვენოთ თქვენი მარადიული სიცოცხლე, რომელიც მამასთან იყო. ყურადღება მიაქციეთ დროებს. მარადიული სიცოცხლე, რაც მამასთან იყო. ის მამასთან ერთად იმყოფებოდა. და შემდეგ ჩვენთან გამოჩნდა. მოდით მოვყვეთ ამ ამბავს. კიდევ ერთხელ. შეხედეთ ამას. არა, იქ დადეთ წმინდა წერილი. ისევ შეხედეთ. ის ამბობს. რადგან სიცოცხლე გამოგვიჩნდა. ჩვენ ის ვიხილეთ. მოწმობთ. გამოგიცხადეთ. მარადიული სიცოცხლე, რომელიც მამასთან იყო. და გამოგვიჩნდა. აქ იყო და შემდეგ გამოგვიჩნდა ჩვენ. მოდით გადავიდეთ წმინდა იოანეს სახარებაზე, პირველ თავზე. ვნახოთ, რაზე საუბრობს ის. თავდაპირველად იყო სიტყვა. და სიტყვა იყო ღმერთთან. ღმერთთან იყო. და სიტყვა იყო. იყო ღმერთი. ის იყო ღმერთი. რატომ გეუბნება, რომ სიტყვა ღმერთი იყო? რადგან ის მამასთან იყო. და ახლა ის ამ ადგილს დატოვებს, რათა კაცი გახდეს. ის იყო ღმერთი. ის გადაიქცა ადამიანად. ხედავთ ახლა. ის გეუბნებათ, ვინ არის იესო. დასაწყისში იყო სიტყვა. და სიტყვა იყო ღმერთთან. და სიტყვა იყო ღმერთი. შეხედეთ შემდეგ მუხლს. იგივე იყო დასაწყისში ღმერთთან. ის ამბობს პირდაპირ თხრობის დასაწყისიდანვე. ის იქ იყო. რაც ნიშნავს, რომ ის დასაწყისზე უწინარეს არსებობდა. ხედავთ ამას. ასე რომ იესო არსებობდა დასაწყისამდე. ყველაფერი, კარგი. შეხედეთ შემდეგ მუხლს. ყოველივე მის მიერ შეიქმნა. და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც შექმნილა. ვისზე საუბრობს ის? სიტყვაზე. გახსოვდეთ. ამ დროისთვის მისი სახელი არ მოგვეცა. ის გვეუბნება, რომ ეს არის სიტყვა. ის მას სიტყვას უწოდებს. სიტყვა. ასე რომ ყოველივე შეიქმნა სიტყვის მიერ და სიტყვის გარეშე არაფერი შეიქმნა, რაც შეიქმნა. საოცარია. შეხედეთ მეოთხე მუხლს. ღმერთო, მეოთხე მუხლი ძლიერია. მასში სიცოცხლე იყო. და სიცოცხლე კაცთან ნათელი. ის სიცოცხლით სავსე იყო. მთლიანად იყო მასში განკაცებული ღვთაებრიობა. და წერია, რომ მასში იყო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე იყო კაცთან ნათელი. მეხუთე მუხლი. და ნათელი ბნელში ნათობდა, თუმცა ბნელმა იგი ვერ შეიგრძნო. არ უნდა გაიგოთ, რას ამბობს, როგორც ჩვენ ვურთიერთობთ. შეხედეთ შემდეგ მუხლს. იყო კაცი ღვთისაგან მოვლენილი, სახელად იოანე. იყო კაცი ღვთისაგან მოვლენილი. იცით, როდესაც ამბობენ, რომ ღმერთისგან არავინ შეიძლება იყოს მოვლენილი. ბიბლია ამბობს, იყო კაცი ღვთისაგან მოვლენილი. სახელად იოანე და არა იესო. ახლა ნათლისმცემ იოანე. ამინ.
ღმერთისგან მოვლენილი იყო. შეიცვალა ღმერთი? არა, დღესაც აგზავნის. არ ვიცი, თუ არ იცი გამომიგზავნა, თუ არა, ვიცი რომ გამომიგზავნა. დიახ. ვიცი რომ მან გამომგზავნა. მართალია. რადგან ამას არ ვაკეთებ მხოლოდ ჩემი ძალით. არა. არც ის, რასაც გეუბნები, რასაც გიზიარებ. ისინი არ არის დამყარებული დაგროვებულ კვლევასა და ცოდნაზე. არა. ეს მისი ქმედებაა, ჩემში. ეს იწვევს იმას, რომ ეს ცოდნა და ინფორმაცია მოგეწოდებათ, რათა შეიცნოთ იგი. ეს სიმართლეა. კარგი, წავიკითხოთ. იყო კაცი ღვთისაგან წარმოგზავნილი, სახელად იოანე. ის მოვიდა მოწმედ. ახლა ამ ნაწილს მიჰყევით. კარგი. ის ამ ამბავს გიყვებათ. მოვიდა მოწმედ, რათა ემოწმებინა სინათლისათვის, რათა ყველა მირწმუნოს მის მიერ. ის არ იყო ისეთი კაშკაშა. ის ამბობს, რომ იოანე არ იყო ისეთი კაშკაშა, მაგრამ გაგზავნილი იყო იმ ნათლის დასამოწმებლად. ეს იყო ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ანათებდა ყოველ კაცს, რომელიც მოდის სამყაროში. ახლა ეს წერილი. როდესაც გაიგებთ მას, როდესაც წაიკითხავთ მას. ბერძნული ორიგინალი ხელნაწერიდან. გაიგებთ. რატომ? ითარგმნება ასე. და რა არის პრობლემა? თარგმანში. აქ თარგმანი უგულებელყოფს კონტექსტს. ამიტომაც ასე წერია. ეს არ არის ზუსტად მისი სიტყვები. კონტექსტს არ ითვალისწინებს. ამბობს, რომ ეს ჭეშმარიტი სინათლე იყო, რომელიც ანათებს ყველას, ვინც მოდის სამყაროში. თითქოს ის ანათებს ყველა ადამიანს, ვინც მოდის სამყაროში. როცა ადამიანები მოდიან, ისინი განათდებიან. ასე რომ ეს არ არის მისი სიტყვები, კონტექსტს არ ითვალისწინებს. ეს კონტექსტის იგნორირება. ახლა წაგიკითხავ. დაბრუნდი. მეშვიდე მუხლზე. და გაიგე. ის იოანე ნათლისმცემზე საუბრობს და იმავეს ამბობს. იოანე მოვიდა, რათა ემოწმებინა სინათლისთვის. რათა ყველა კაცმა მის მიერ ირწმუნოს. ის არ იყო ის ნათელი, მაგრამ ის გაგზავნილი იყო იმ ნათლის დასამოწმებლად და მასზე მოწმობის გასაცემად. რატომ? იხილეთ მე-9 მუხლი. ის ამბობს, რომ ეს იყო ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ანათებდა ყოველ ადამიანს. მდანარჩენი უნდა იყოს, რომელიც მოდიოდა ამ სამყაროში, რაც ასე მნიშვნელოვანია. ხომ ხედავ, ის გეუბნება იესოს შესახებ. ის გეუბნება, რომ იოანე გაიგზავნა, რათა დაემტკიცებინა იმ სინათლის შესახებ, რომელიც სამყაროში მოდიოდა და ყველასთვის ნათელი გაეხადა. კარგი, შენ რას ამბობ? დავკითხულობ, რატომ? კარგი, ახლა წავიკითხოთ. ის რსვდან ტექსტი. რადგან მათ ის გაასწორეს. მათ გაიგეს. შეხედე. ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ყველა ადამიანს ანათებს, მოდიოდა დედამიწაზე. ხომ ხედავთ? კარგი, ვიღაც ეთანხმება პასტორ კრისს. ახლა უფრო კომფორტულად ხართ. ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ნათელს ფენს თითოეულ ადამიანს. ახლა კი, წავიკითხოთ რსვდან. მე-7 მუხლიდან. იგი მოვიდა მოწმობისთვის. იოანე მოვიდა იმისთვის, რომ ემოწმებინა ნათლისათვის, რათა ყველა მის მიერ ერწმუნათ. ის ნათელი არ იყო, არამედ მოვიდა, რათა შეემოწმებინა ნათლისთვის. ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ნათელს აძლევს ყველას, მოდიოდა ამ ქვეყნად. ის სიტყვის შესახებ მოგვითხრობს. სიტყვა იყო ღმერთთან და მოდიოდა. მისი მოსვლით იოანეს წინასწარმეტყველური ხმა მიენიჭა. რათა ყველას შეატყობინებდა მის შესახებ.
ის მოწმობას დადებს. ამ სინათლის, რომელიც სამყაროში მოდის. გახსოვთ, მან ხალხს აჩვენა, ვინ იყო იესო. გახსოვთ მისი ნათლობა. კარგი, დაუბრუნდეთ მუხლს. 9. ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ყოველ კაცს ანათებს, სამყაროში მოდიოდა. დაუბრუნდეთ King James-ის ვერსიას. ეს იყო ნათელი, რომელიც ანათებდა ყველას. სწორად მიხვდი ასე, რომ შემდეგში შენიშვნა გააკეთე, კარგი. ის მოდიოდა სამყაროში. მე-10 მუხლი. ოჰ, როგორ მიყვარს ეს. ის იყო სამყაროში. ის იყო ქვეყანაზე. და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა. და ქვეყანამ არ იცოდა იგი. ქვეყანაში იყო. სამყარო მან შექმნა. ვინ? ღვთის სიტყვამ. მან გითხრათ, ყველაფერი, რაც შეიქმნა, სიტყვით შეიქმნა. სიტყვა იყო სამყაროში, რომელიც მან შექმნა, მაგრამ არავინ იცნობდა მას. არ იცნობდნენ მას. ქვეყანაზე იყო. სამყარო მან შექმნა. სამყაროს ის არ შეუცვნია. ეს იგივეა, რაც ბიბლია გეჭიროს. შენი ბიბლია შენზე, ღმერთზე და შენს მომავალზე საუბრობს. ეს ყველაფერი იმ წიგნშია. ბალიშის ქვეშ იდებ და სწინავ. მაგრამ არ იცი შიგნით რა არის. მაგრამ შენი ცხოვრება იმ წიგნშია. წარმოიდგინეთ, რომ იწყებთ ამ წიგნის კითხვას. რათა გაიგოთ, რას გეუბნებათ. დაფიქრდი, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება რა ხარისხით. ამას დღეს ღამით გაიგებ. უბრალოდ მოეშვი. უბრალოდ მოეშვი. ის იყო სამყაროში და სამყარო მის მიერ შეიქმნა. სამყარო არ იცნობდა მას. შემდეგ რა მოხდა? ის თავისიანებთან მოვიდა. პირველი და მეორე ერთი და იგივე არ არის. ის იყო სიტყვა. საუბარია წინასწარ ხორცს შესხმულ ქრისტეზე. როგორც ღვთის სიტყვა. ამ ქვეყნად და ხალხს მის შესახებ არაფერი იცოდა. თუ დაბადების წიგნს წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, როგორაც და კაცობრიობა ღმერთს გადავიდა კერპთაყვანის მცემლობაში და მიატოვა იგი წლების განმავლობაში. მაგრამ ის იყო სამყაროში. სამყარო მის მიერ შეიქმნა და არ იცნობდა მას. ის მოვიდა თავისიანებთან. ბერძნული ტანჯვა. ნამდვილად ტოვებს მას გაურკვეველ ფორმაში. რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ითქვას, რომ ის თავის ხალხთან მოვიდა. ის თავის მიწაზე მოვიდა. ის თავისთან მოვიდა, მაგრამ თავისებმა არ მიიღეს. კარგი, წავიკითხოთ. მოდით რუსვდან წავიკითხოთ და შემდეგ ჭბეს შევხედოთ. ის თავის საკუთარში მოვიდა. დაინახე. ის თავის სახლში მოვიდა და საკუთარმა ხალხმა არ მიიღო. მათ არ მიიღეს ეს. შეხედეთ ჭბეს. ის თავის სამშობლოში მოვიდა, მაგრამ ხალხმა იგი არ მიიღო. კარგი, დაუბრუნდეთ მეფე ჯეიმზის ვერსიას. ის თავისით მოვიდა, მაგრამ თავისიანებმა არ მიიღეს. შეხედეთ მე-13 მუხლს, ეს ძალიან ძლიერია. მაგრამ ყველას, ვინც მიიღო, მისცა ძალა ღვთისშვილები გამხდარიყვნენ მათაც, ვინც მის სახელს ირწმუნებს. დააკვირდით. ნახეთ, მათ მისცა ძალა. მან მათ შესაძლებლობა მისცა. ღვთისშვილები გამხდარიყვნენ. უფლება მისცა. ღვთისშვილები გამხდარიყვნენ მათ, ვინც მისი სახელის რწმენას იჩენს. და რა მოხდა? იხილეთ მე-13 მუხლი, რომლებიც შობილნი არიან და არა სისხლისგან. როდესაც ხელახლა იშვები,
ეს არ არის იგივე შობა. დედისგან. არა, არა. არც ხორცის ნება. ახლა გახსოვდეს ზოგჯერ. შეიძლება გყავდეს მშობლები, რომლებიც გეტყვიან. ჩვენ მეორეზე შეჩერება გვინდოდა. რაღაცნაირად მოხვედი. მესამე რიგში ხარ. შენზე არ უგეგმავდით. შეიძლება ცუდად გრძნობდე. ცუდად. ცუდი. და წლების განმავლობაში ატარებენ ტკივილს. ფიქრობენ, მშობლების არჩევანი არ ვიყავი. მათ მე არ ვიფიქრებდი. გასაკვირი არაა, რომ ჩემი ცხოვრება ასეთია. ნუ იდარდებ, რადგან ახლა ქრისტეში ხარ და ის ამბობს, აი შეხედე. ვინც არ არის სისხლისგან, ხორცის ნებით, კაცის ნებით, არამედ ღვთისგან შობილი. შემდეგში, როცა ეშმაკი გეტყვის, რომ შეცდომა ხარ, უთხარი, არა, შეცდომა არ ვარ. თქვენ ამბობთ, უკვე აქ ვარ. ღმერთთან შეცდომა არ არსებობს. ალილუია. ახლა აქ ხართ. დიდება ღმერთს, რომლებიც იშვნენ არა სისხლით, არც ხორცის ნებით, არც კაცის ნებით, არამედ ღვთისგან. ჰეი, შეხედე შემდეგ მუხლს. არასდროს დაივიწყო. და სიტყვა. გამოიყენე ახალი მეფე ჯეიმზის ვერსია, რომ მათ ეს დაინახონ. მინდა რომ მათ ეს დაინახონ. ხედავთ. და ის სიტყვა. სიტყვა, რომელზეც ვსაუბრობდით, იყო ღმერთთან. გახსოვთ, თქვა რომ იყო მამასთან. ის მარადიული სიცოცხლე, რომელიც მამასთან იყო, ჩვენთვის გამოცხადდა. ხედავთ, სიტყვა ხორციელდა. სწორედ იქიდან მოვიდა იესო. სიტყვა ხორციელი იქნა და განხორციელდა. როგორ დაორსულდა მარიამი? ანგელოზმა უთხრა მას სიტყვა, რომელიც მან მიიღო. მარიამმა დაუჯერა ანგელოზის ნათქვამს და მიიღო მისი სიტყვები. და ასე გახდა იესო. ღვთის სიტყვა, რომელიც მარიამს მიეცა და მან ირწმუნა. ჩვილად იქცა. ღმერთის სიტყვას შეუძლია. ახალი გული და თვალი მოგცეს. ეს სიტყვა შევა თქვენში და გამოიმუშავებს იმას, რაზეც საუბრობს. გამოიმუშავებს თქვენთვის საჭირო რამეს. მოდით ისევ წავიკითხოთ. და სიტყვა ხორცად იქცა და ჩვენთან დამკვიდრდა. ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდ შობილის დიდება, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით. საოცარია. ხედავთ, სიმართლე მარადიული სიცოცხლის გამოვლინებაა. ხედავთ, სიმართლე. აგიხსნით, სიმართლე მარადიული სიცოცხლის გამოვლინებაა. თქვენ ღვთის ბუნება გაქვთ. ახლა ღვთის სიცოცხლე გაქვთ. ნახეთ ეს. მეორე პეტრე თავი. მუხლები 1-დან 3-4-მდე. ახლა შეხედეთ. ღვთაებრივი ძალით ეს მოგცა. ეს არ არის დაპირება. მოგცა. არ უთქვამს, მოგცემს. სწორია. თუ ის იტყოდა, რომ მოგცემს, მომავალ დროზე ვისაუბრებდით. მაგრამ ნათქვამია, რომ მოგცა, რაც ნიშნავს, რომ უკვე გააკეთა. მოგცა ყველაფერი, რაც ცხოვრებასა და ღვთისმოსაობას ეხება. ყველაფერი, რაც მჭირდება ცხოვრებისთვის. და ღვთისმოსაობისთვის, ღვთისმოსაობრივად რომ ვიცხოვრო. ის ამბობს, რომ უკვე მომცა. მისი შეცნობის მეშვეობით. ამიტომ თუ არ იცნობ მას ისე, როგორც მე ვაზიარებ ღვთის სიტყვას, ვერ შეხვალ იმ თავისუფლებაში, იმ კურთხევაში, იმ დიდებულ ცხოვრებაში. მან ეს თქვენთვის აღწერა. შეხედეთ მას მისი შეცნობის მეშვეობით, რომელმაც მოგვიწოდა. ამბობს ის დიდებითა და სათნოებით. სინამდვილეში დიდებასა და სათნოებაზე. სიტყვა translated by S2. ითარგმნება როგორც დიდებასა და სათნოებაზე. ასე წერია მეფე ჯეიმზის და სხვა ვერსიებში. შეხედეთ ძველ მეფე ჯეიმზს. შეხედეთ მას. მისი შეცნობის მეშვეობით, რომელმაც დიდებასა და სათნოებაში მოგვიწოდა. ხედავთ, როცა ბიბლიას ვსწავლობ. მხოლოდ დაწერილს არ ვყურებ, არამედ ორიგინალს მივმართავ.
იქიდან იღებთ, საიდანაც მთარგმნელებმა თარგმნეს? იმიტომ რომ მინდა გავიგო, რატომ თარგმნეს ისინი ასე, როგორც თარგმნეს. ასე რომ ყველამ ერთად გავიგოთ, არა? თუ გაქვს სხვადასხვა თარგმანი, უნდა განსაზღვროს სწორი. ყველა ერთსა და იმავე ბერძნულიდან თარგმნის. მივედი და ვთქვი, კარგი. ნახოთ. მესმის. თარგმნელების, რომლებიც თარგმნიან სწავლით. ხედავთ განსხვავებას. მაგრამ სულიწმინდიანი მთარგმნელი განსხვავებულია. ზოგი ბიბლიის თარგმანი ფინანსური მიზეზებით გაკეთდა. ამბობენ, რომ ეს კარგი ბიზნესია. ვერ დაადანაშაულებთ მათ. მნიშვნელოვანია მოусმინოთ მას, ვინც ჭეშმარიტებას იცის. რათა ჭეშმარიტება გაგცეთ მისი შეცნობით, ვინც დიდებასა და სათნოებაზე მოგვიწოდა. რას ნიშნავს ეს? მან დიდებაზე მოგვიწოდა. მან სრულყოფილებისკენ მოგვიწოდა. ეს საოცარია. დიდება ღმერთს. ჯერ კიდევ აქ ხარ. ცხოვრება, რომელიც მან მოგცა. ეს არის მისი სიმართლის ცხოვრება. ამიტომ ხელახლა იბადებით. ის ამბობს, რომ ახალი ქმნილება ხართ. ყველაფერი, რაც ოდესმე გაგიკეთებიათ. სანამ ხელახლა დაიბადებოდით. არ არსებობს. ითხვი, როგორ? რადგან ახალი ქმნილება ხართ. ის გაძლევს ახალ სიცოცხლეს, როცა მასთან მიდიხარ. თუ ვინმე ქრისტეშია. მეორე კორინთელთა თავი მე-5, მუხლი მე-18. თუ ვინმე ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ყოველივე წარსულს ჩაჰბარდა. ის ამბობს, ყოველივე ახალი გახდა. ყველაფერი ახალი გახდა. შენი ცხოვრება რა გახდა? ახალი. საოცარია. სწორედ ეს არის მიზეზი. იხილეთ რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-5 თავის პირველი მუხლი. ეს ღვთის სიტყვის ერთ-ერთი ლამაზი მუხლია. შეხედეთ მას. ნათქვამია, რადგან მართლებად გამოცხადდით რწმენით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით. რას ნიშნავს მართლად გამოცხადება? ეს გამართლებას ნიშნავს. ეს საოცარია. გამართლებული. გამარჯობა. იცი, რას ნიშნავს იყო გამართლებული? აგიხსნა. ეს პატიება არ არის. გამართლებული. რატომ? წარმოიდგინეთ, სასამართლოში საქმე გაქვთ. და თქვეს, შეწყდა გამართლებულია. ეს მის დანაშაულს არიდებს. დანაშაული არ არის. თქვეს დამნაშავე იყო. ახლა გადაწყვეტილება ამბობს, უდანაშაულოა, გამართლებულია. როგორ შეიძლება, რომ დამნაშავე არ იყო? თუ იესომ აიღო შენი დანაშაული, მაშინ შენ დამნაშავე ხარ. ხვდები, რასაც ვამბობ? თუ იესომ აიღო შენი დანაშაული, ეს ნიშნავს, რომ შენ დამნაშავე ხარ. მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ იესომ აიღო თქვენი დანაშაული. მან აიღო თქვენი დანაშაული სიკვდილამდე. მან აიღო თქვენი დანაშაული ჯვარზე. და ჯვარზე მოკვდა. თქვენი დანაშაულის საფასურის გადასახდელად, რათა თქვენი ცოდვები გამოესყიდა. შემდეგ ის ჯოჯოხეთში ჩავიდა, რადგან იქ უნდა წასულიყო. ის იქ ჩავიდა. და შემდეგ ჯოჯოხეთში მან გაამართლა სამართლიანობის მოთხოვნები. და მესამე დღეს, როგორც ბიბლია გვამცნობს, ღმერთმა იგი მკვდრეთით აღადგინა. და როცა იგი მკვდრეთით აღდგა, ღმერთმა თქვა, შენ ხარ ჩემი ძე, დღეს გაგაჩინე შენ, ჩემო ძეო. ის დღე იყო დღე, როდესაც იესო ხელახლა დაიბადა. ის მკვდრეთით აღდგა და ახალი სიცოცხლე დაიწყო. ქრისტიანობა ჯვარზე არ იწყება, არამედ აღდგომით. მომიცდით, გაჩვენებთ. რომაელთა მე-10 თავი მე-9 მუხლი. შეხედეთ თქვენს ხსნას. უყურეთ. ახლა. მოდით, წავიკითხოთ მერვე მუხლი. მაგრამ რა თქვა მან? სიტყვა ახლოსაა შენთან, შენს პირში და შენს გულში. ეს არის რწმენის სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ. ნახეთ. ეს არის, თუ კი აღიარებ შენი ბაგით უფალი იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა, იგი იხსნები.
არა ის, რომ ღმერთმა ჯვარზე მოკლა იგი, ან რომ იგი ჯვარზე მოკვდა. არამედ რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი. იხსნები. ქრისტიანობა აღდგომით იწყება. და რადგან ეს აღდგომისგანაა. ქრისტიანობაში ახალი სიცოცხლით მოდიხარ. იესო ქრისტეს აღდგომით და არა სიკვდილით. ის მთელი სამყაროსთვის მოკვდა. მაგრამ მასში მორწმუნეები იღებენ მარადიულ სიცოცხლეს. ასე ხდები ქრისტიანი. მისი ჯვარზე სიკვდილი ქრისტიანებისთვის არ იყო. ის მთელი სამყაროსთვის იყო. აჰა, ღვთისკრავი, რომელიც იღებს ქვეყნის ცოდვას. არა მორწმუნეთა, არამედ ქვეყნის ცოდვას. ის ყველასთვის მოკვდა. შეხედე ამას. მეორე კორინთელთა თავი მე-5. წავიკითხოთ მე-19 მუხლი. დააყენეთ. ნევ. უფრო მარტივად. ასე მარტივად დაინახავთ. რომ ღმერთი შერიგებას ახდენდა სამყაროს თავისთან. ის შერიგებას ახდენდა სამყაროს თავისთან. ქრისტეში და არ უთვლიდა ცოდვებს. ის მათ ცოდვებს არ უთვლის. რატომ? იმიტომ რომ იესო იმ ჯვარზე ყველასთვის იყო. ამიტომ ის მათ ცოდვებს არ აჯამებს. ეს არ არის გამართლება. მათი ცოდვები იესოს დაეკისრა. იხილეთ. და მე-17 მუხლიდან ეს მეტად დაგეხმარებათ. ეს ყველაფერი ღვთისგანაა, რომელმაც ქრისტეს მეშვეობით შეგვარიგა და მოგცა შერიგების მსახურება. იხილეთ, ღმერთი შერიგებას ახდენდა სამყაროსთან ქრისტეს მეშვეობით. და არ ითვლიდა ადამიანთა ცოდვებს მათ წინააღმდეგ. მან ჩვენ მოგვანდო შერიგების გზავნილი. ახლა როცა ხელახლა იშობი, ახალი სიცოცხლე გაქვს. ეს არის გამართლების მიზეზი. ახლა შენ ახალი სიცოცხლე გაქვს. შენ ისეთი ხარ, თითქოს აქამდე არასდროს ყოფილ ხარ და არც არასდროს არსებობდი. თუ ვინმე ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა, ახალი გახდა. ეს ყველაფერი ღვთისაგან არის. მე-18. ყველაფერი ღვთისგან მოდის. რა ყველაფერი? რაც მე-17 მუხლში წერია. ნახეთ მე-17 მუხლი. ასე რომ თუ ვინმე ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი წავიდა. აჰა, ყველაფერი ახალი გახდა. შემდეგ წერია და ყველაფერი ღვთისგან არის. ყველაფერი ეს, რაც ახალი გახდა, ღვთისგან მოდის. სატანას საქმე არ აქვს თქვენს ცხოვრებაში. ახლა ყველაფერი, რაც შენ გეხება, ღვთისგანაა. ახლა შენი ცხოვრების ყველა დეტალი ღვთისგანაა. სწორედ ამიტომ შენ ახალი ქმნილება ხარ. შენ ნამდვილად გამართლებული ხარ. ხედავთ, თქვენ არ ხართ დამნაშავე. არა. თქვენ ახალი ადამიანი ხართ, ხელახლა შობილი. ამბობთ, რა მოხდება თუ ახლა როცა ქრისტიანი ვარ, ღმერთს შევწოდავ. აჰა. თუ ქრისტიანად გახდომის შემდეგ რაიმე არასწორს გააკეთებთ. ის გეუბნებათ, რა უნდა გააკეთოთ. პირველი იოანეს ეპისტოლე, თავი მეორე, მუხლი პირველი. მე ამას წაგიკითხავთ. შემდეგ თავიდან წაგიკითხავთ. ჩემო შვილებო, ამ ნივთებს გწერთ, რომ არ შესწოდოთ. ხედავთ, გწერთ, რომ არ შესწოდოთ. შემდეგ ის ამბობს, თუ ვინმე შესწოდავს. მან არ თქვა, როდესაც ვინმე შესწოდავს, ის ამბობს, თუ რადგან სავალდებულო არ არის შესწოდოთ. ხედავთ, რომ თუ ვინმე შესწოდავს, მამასთან შუამავალი გვყავს, იესო ქრისტე მართალი. ის არის შერიგების მსხვერპლი ჩვენი ცოდვებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი სამყაროს ცოდვებისთვისაც. ეს საოცარია. ეს მართლაც საოცარია. გადადით პირველ თავში მე-9 მუხლზე. დააკვირდით. პირველი თავი, იგივე წიგნი, პირველი თავი. თუ აღიარებთ ჩვენს ცოდვებს. ხედავთ, ყოველ დღე არ აღიარებთ ცოდვას. არა, თუ რაიმე არასწორად გააკეთეთ. სწორედ ამაზე საუბრობთ. გესმით. ყოველ დღე არ ფიქრობთ, რა ცოდვები გაქვთ. არა, ყოველ დღე არ უნდა სწოდავდეთ. სინამდვილეში, ჩემო პატარა შვილებო. არსებობს სხვადასხვა დონე. აღწევთ იმ დონეს, როცა აღარ უნდა სწოდოთ. ამას სხვა დროს მოგიყვებით. ახლა ამას უყურეთ. თუ ჩვენს ცოდვებს აღიარებთ, ის ერთგული და მართალია, რომ მოგვიტევოს და გაგვწმინდოს. ყოველგვარი უსამართლობისაგან
ეს ნიშნავს იმას, რაც არც კი ხსმენია. ხედავ უსამართლობას შენს ცხოვრებაში, რაც არც კი იცოდი. ხანდახან აკეთებ რაღაცას, რაც არც კი იცი, რომ გააკეთე ან თქვი. ის ამბობს ავტომატურად, ის გაგწმენთ ყოველი უსამართლობისგან. ჰალელუია! ჰალელუია! ო! რა ცხოვრებაა მონიჭებული თქვენთვის? მზად ხართ იცხოვროთ. თქვენთვის მონიჭებული ცხოვრებით. მზად ხართ იყოთ გამარჯვებული. თქვენ აქ ხართ. დღეს. ხო და ალილუია. მამაო და თუ მამაო, თუ ხელახლა არ ხარ დაბადებული, საც არ უნდა იყო ახლა. მინდა რომ მიიღო ეს ძვირფასი ხსნა, რომელიც მოდის იესო ქრისტესგან. მინდა ბიბლიური გზით მიგიყვანოთ ხსნამდე. თქვით ეს სიტყვები ჩემთან ერთად და გულით ირწმუნეთ და ღმერთი გიხსენით. თქვენი ო უფალო ღმერთო, ეხ წამს იესო ქრისტეს, ცოცხალი ღმერთის ძის. ჯერა რომ ის ჯვარზე მოკვდა ჩემი სულის გადასარჩენად. წამს რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი და ის დღეს ცოცხალია. ვაღიარებ ჩემი პირით და გულით. იესო ქრისტე ჩემი ცხოვრების მბრძანებელია. ამ დღიდანვე ვიღებ რწმენით მარადიულ სიცოცხლეს ჩემს გულში. მადლობა, უფალო. მე თავიდან დავიბადე. ახლა ახალი ცხოვრება მაქვს. ამ დღიდან მე ღვთის შვილი ვარ. ამინ. დიდება უფალს. თუ ეს ლოცვა წაიკითხეთ, მინდა იცოდეთ, რომ ღმერთმა მოისმინა თქვენი ლოცვა და უპასუხა მას. გილოცავთ. გილოცავთ. ახლა თქვენ ღვთის შვილი ხართ. ჩვენ გვაქვს წიგნი, რომლის გადმოცემაც გვინდა. წიგნის სახელია ახლა, როცა ხელახლა დაიბადე. ეს მარტივია. ჩვენ გვინდა, რომ ის თქვენ გქონდეთ. თუ ეკრანის ქვედა ნაწილს დახედავთ, იპოვით კოდს, რომლითაც შეგიძლიათ წიგნის ასლი თქვენთვის ჩამოტვირთოთ. კოდია 47663. თუ ამ კოდს გამოიყენებთ, ჩვენ წიგნს მოგაწვდით. თქვენი ასლი ახლავე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ. გააკეთეთ ეს დღესვე და დაიწყეთ სწავლა ამ ახალი ცხოვრების შესახებ, რომელიც ახლახან მიიღეთ და დაიწყეთ თქვენი რწმენის განმტკიცება იესო ქრისტეში. გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით